Porta Party Dubai არის ტერმინი, რომელიც დაკავშირებულია ონლაინ გავრცელებულ ჭორებთან და სკანდალურ ისტორიებთან, მდიდარი და გავლენიანი პირების მიერ ორგანიზებულ ექსტრემალურ და დამამცირებელ აქტებთან, განსაკუთრებით დუბაიში. ეს ტერმინი ინგლისურ ენაზე ნიშნავს მობილურ ტუალეტს. სოციალურ ქსელებში ეს ტერმინი დაეკავშირა გარკვეული სახის წვეულებებს, სადაც მდიდარი პირები, განსაკუთრებით ახლო აღმოსავლეთში, მაგალითად დუბაიში, სთავაზობენ გავლენიანებს, მოდელებს და ინფლუენსერებს ფულს ძვირად ღებულ საჩუქრებს ექსტრემალურ და დამამცირებელი სექსუალური აქტების სანაცვლოდ. როგორ გაჩნდა ეს ტერმინი? წინასწარი ცნობებით, ამგვარი შეთავაზებები არ შემოიფარგლება მხოლოდ ჩვეულებრივი ესკორტით. გავრცელებული ინფორმაციით, ქალებს სთავაზობენ მონაწილეობა მიიღონ ექსტრემალურ სექსუალურ აქტებში, მოითმინონ დამამცირებელი მოპყრობა, შეასრულონ უცნაური და შეურაცხმყოფელი მოთხოვნები, რომლებიც ხშირად მოიცავს ფეკალური ფეტიშის ელემენტებს. აქედან გაჩნდა ტერმინი Porta Party. რამდენად რეალურია ეს ინფორმაცია? მიუხედავად იმისა, რომ ბევრი საუბრობს ამაზე, მტკიცებულებები, ვიდეო, სანდო ფაქტები მცირეა. ბევრი ისტორია ანონიმურად ვრცელდება და შეუძლებელია მათი 100%-იანი დადასტურება. თუმცა ცნობილია, რომ მდიდარი არაბი შეიხები და ოლიგარქები ხშირად უგზავნიან ევროპელ, ამერიკელ და სამხრეთ ამერიკელ მოდელებს, ინფლუენსერებსა და ქალებს შეთავაზებებს, რომლებიც გულისხმობს ძვირად ღებულ დასვენებას დუბაიში ან სხვა არაბულ ქვეყნებში. რატომ გახდა ეს თემა პოპულარული? სოციალურ ქსელებში, განსაკუთრებით TikTok-ზე, ძალიან პოპულარული გახდა ვიდეოები და ისტორიები, სადაც გოგონები აღიარებენ, რომ ასეთი შეთავაზებები მიიღეს. ზოგიერთმა ცნობილმა ინფლუენსერმა, მაგალითად ყოფილმა ესკორტმა და OnlyFans-ის მოდელმა, ხიად ილაპარაკა მსგავს გამოცდილებაზე. სკანდალური ხასიათი, ასეთი თემები იწვევს დიდ დაინტერესებას და ვირუსულად ვრცელდება. ფრთხილად იყავით ასეთი შემოთავაზებებისგან. თუ ვინმე გთავაზობთ დიდ თანხას, მდიდრულ ცხოვრებას და დუბაიში მოგზაურობას, მაგრამ ძალიან ბუნდოვნად საუბრობს დეტალებზე, სიფრთხილე გმართებთ. ხშირ შემთხვევაში შეიძლება იყოს თაღლითობა ან უხერხულ და დამამცირებელ სიტუაციაში ჩაგდების მცდელობა.